მე მგონი ძალიან არადამაჯერებლად ჟღერს ყველასთვის არგუმენტი თითქოს კონსტიტუციასთან მოდი წინააღმდეგობაში გამოპროექტე, ამიტომ ვერ დაუჭერდი მხარს და წინააღმდეგ შემთხვევაში მომწონს, აი როგორც წინა გამოსვლა ისაუბრა. ეს არ არის ჩვეულებრივი კანონ პროექტი, ხახნო, რა ნამდვილად არ არის ჩვეულებრივი კანონ პროექტი. ერთი წამი წარმოვიდგინეთ, რომ ხართ ეხა ყველანი თქვენ ვინც იგითხართ აქეთ ოპოზიციაში. აი თქვენ ბატონო ხუნდაძე ეხა ოპოზიციაში იყოთ, დარწმუნებულად ასე არ ელაპარაკებდით ხო? მთელი 9 წლის განმავლობაში ამ ადამიანების სახელებს და გვარებს ატრიალეთ და სხვა საკითხი რომ 6 წლის განმავლობაში არ გახსენებიათ. მაგრამ ჯობს გვიავედრე არასდროს, ხო? და რატომღაც 9 წლის განმავლობაში იყვნენ ჯალათები და ძალიან ცუდ რაღაცებს ჩადიოდნენ, როგორც ბატონი კობახიძე საუბრობს და ამ 6 წლის განმავლობაში არ ჩადიოდნენ. ვინმე ჯერა ეს? არა, რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც არჩევნებში გაიმარჯვეთ, ბატონმა ივანიშვილმა ბატონი მურუსიძე საკუთარ სასახლეში მიიღო, ხელი ჩამოართვა და დაიწყო ის, რაც დაიწყო, ხო? დღეს არის მართლა ისტორიული შანსი, რომლის კაპიტალიზაცია უნდა მოვახდინოთ. ანუ ხმა უნდა მივცეთ ამ კანონ პროექტს, რომ დროებით ეს მეტასტაზირების პროცესი შეჩერდეს. თორემ მერწმუნეთ, როგორც თქვენ გჩვევიათ ხოლმე, აი ბევრისთვის წამოგიძახებიათ, რომ აი რასაკეთებდი შენ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყავი, არ იყავი ხელის რასაკეთებდი. და ამერწმუნეთ, ყველანი ხართ განაწილებული მსგავსი სამოძახებისთვის მომავალში. თითოეული თქვენგანი, ვინც ხარს არ დაუჭერთ ამ კანონ პროექტს. მე თვითონ პირადადაც მართლა დავინტერესდები, აი ვინ არ დაუჭირეთ მხარი ამ კანონ პროექტს, რომ საერთოდ განიარაღდეთ მთლიანად აი ამ უსაფუძვლო საუბრით, რომელსაც ქვიათ 9 წლიანი ნარატივი. ეს რაც შეეხება იმ უსაფუძვლო ბრალდებებს და ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ, რომ თითქოს უვადოდ გაწესებას მოსამართლეებისას თუ ეხა აკრძალავთ ჩვენ სამართლიანი სასამართლოს განხორციელება საფრთხის ქვეშ დგება, კარგით რა ხახნო რა, უფრო დამოუკიდებელი გახდება მოსამართლეო, როდესაც უვადოდ ინიშნებაო და უვადოდ უკვე დანიშნულია მურუსიძე და რა დამოუკიდებელი გახდა? თუ პირიქით დამოკიდებული გახდა, ჩვენ ახლა აქ საუბრობთ, რომ ცუდიდან ბოლომდე უარეში არ გადავარდეთ და შევაჩეროთ ეს მანკიერი პროცესი და დავინახავთ ჩვენს და მთელი ქვეყანა რამდენად მზად ხართ თქვენ წინააღმდეგობა გაუწიოთ და რამდენი ხართ ასეთი თქვენს რიგებში წინააღმდეგობა გაუწიოთ ერთ ძალიან მდიდარ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ არის მართვის სადავეებთან. მართლაც ყველა საინტერესოს და მერწმუნეთ, ყველა მედია საშუალება და ყველა საინფორმაციო სააგენტო თუ შეიძლება დრო დამიმატოთ. 30 წამით გავგრძელეთ დრო. თქვენგანი სახელ და გვარს ძალიან კარგად გააშუქებს. ერთგვარი რეფერენდუმია, ხახტო. მურუსიძე, ჩინჩალაძე და ასე შემდეგ თუ თქვენი შვილები და ჩვენი შვილები და შვილიშვილები, ეხლა ხვალ რო შვილი და შვილიშვილი შეგვეძინოს, ხო ჩვენ? 30 წელიწადი რო გადავითვალოთ, მურუსიძე იქნება ისევ იქ სადაც იქნება. ეს არის ფაქტი, ხახტო. და ჩინჩალაძე კოლექტივ, როდესაც მურუსიძეს ვსაუბრობ, კოლექტიური მურუსიძეს გულისხმობ, თორე მურუსიძე უკვე გაამწეს